ალტე უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია სახელწოდებით ინოვაციები, საზოგადოება და მომავალი გაიმართა. ღონისძიება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ ფორმატში გაიმართა და სხვადასხვა სფეროს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი კვლევითი თუ შემოქმედებითი ნაშრომები ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ. კონფერენციის მთავარი თემაა დისციპლინური გაერთიანება, ინოვაცია მედიცინაში, სამართალში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესსა და ტექნოლოგიებში. დღეს ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამართალიც დიდი გამოწვევის წინაშე დგას და დღეს საჭიროც კი გახდა ისეთი ახალი დარგების და სამართლის მიმართულებების ჩამოყალიბება, რაც ადრე არ არსებობდა, მაგალითად სამართალი და ტექნოლოგიები, ტექნოლოგიების გამოყენება სამართლებრივ ურთიერთობებში. დღევანდელი ჩვენი კონფერენციაც ემსახურება სწორედ ახალი ცოდნის შექმნას, კვლევითი უნარების განვითარებას და ვფიქრობ, რომ სტუდენტებს ნამდვილად დაეხმარებათ მომავალში მათ პროფესიულ განვითარებაში და ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც იქმნება ახალი ცოდნა სწორედ ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დახმარებით. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ალტე უნივერსიტეტი მაქსიმალურად იმუშავებს და იზრუნებს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, როგორც უმასპინძლოთ, ასევე პარტნიორობა გაუწიოს ნებისმიერ სხვა მიმართულებით, რადგან გვჭირავს წამს, რომ აკადემიური მიმართულება და ზოგადად აკადემიური და კვლევითი მიმართულების და კომპონენტის განვითარება და გაძლიერება, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტი იმისა, რომ როგორ გავაძლიეროთ როგორც ზოგადად განათლების სექტორი, ასევე სხვა მიმართულებები. კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტური კვლევების გლობალურ კონტექსტში გაზიარებას. სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა სკოლის, მედიცინის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტები ერთ სივრცეში შეიკრიბნენ, რათა თავიანთი დარგობრივი ხედვებით თანამედროვე საზოგადოებრივი გამოწვევები გაიაზრებინათ. მათ შორის გამართულმა დისკუსიებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მრავალმხრივი შეხედულებებისა და მიდგომების გაცვლას, რაც არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური ქსელის გაფართოებისთვისაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთანავე კონფერენცია ხელშეუწყობს სტუდენტების სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში ჩართვას, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავალი კარიერული განვითარებისათვის. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდა ექიმებისთვის, რაც საშუალებას აძლევს მათ განვითარდნენ არა მარტო როგორც სამედიცინო პროფესიონალები, არამედ როგორც სამედიცინო პროფესიონალი და კვლევარებიც. რაც თანამედროვე სამყაროში, სადაც მედიცინა კვლევაზე არის დაფუძნებული, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ჩვენს მომავალ კოლეგებს გამოაკლებს. ჩვენც ვართ ერთ-ერთი პოტენციური დამსაქმებელი ამ სტუდენტების და ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც სტუდენტებს ვაჩვენებთ თუ რეალურ ცხოვრებაში როგორ შეიძლება გადათარგმნონ, გადაიტანონ თავიანთი ცოდნა და ასეთი კონფერენციები არა მხოლოდ სტუდენტებს ეხმარება, არამედ ჩვენ ბიზნესაც გვეხმარება იმაში, რომ შევარჩიოთ სწორი კადრები ჩვენი ბიზნესისთვის. ქართულ და საერთაშორისო 50-მდე მონაწილეს შორის მაღალი კონკურენციის პირობებში ჟიურიმ გამარჯვებულებიც გამოავლინა, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. კონფერენცია შინაარსითა და მიზნებით თანხვედრაშია ალტე უნივერსიტეტის ღირებულებებთან, რომელიც სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, ინოვაციური აზროვნების წახალისებასა და ცოდნის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობს.